მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ნამდვილად ხმაურის დროა და სულ უნდა ვიხმაუროთ, რადგან დუმილი არის უსამართლობის თავშესაფარი. ერთმა ქალბატონმა, როდესაც ანონსი დავდეთ ჩვენი პოდკასტის, ფუიეშმაქსო, ჩემზე თქვა. ხო და მოიმართლა ფუიეშმაკს და მოისმინეთ ჩვენი ხმა, მით უმეტეს, როდესაც მედიებს და თავისუფალ ხმას ებრძვიან, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროთ, რომ ჩვენი ხმა მოგაწვინოთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს. თქვენი მოყვარე მტერი არ ვართ დამიჯერეთ და ერთმა ქალბატონმა ესეთი რაღაცა დამიკომენტარა, რომ ფუიეშმაქსო, ხო? ხო და მოიმართლა ფუიეშმაკს და კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით. შმაკი სულაც არ არის, ჩემისანა ლამაზი და ფუმბულა. ეშმაკები ჩიჩილაკ არ გამოდის, იგი მეძე და ესე კოცები ისა, ეშმაკი დამიჯერეთ ხალხო, თქვენი მოყვარე ვარ, მოყვარე მტერი არა. ეხა რაც ესე ვთქვათ, მინდა გითხრათ არის ის, რომ რადგან გურიიდან გერთვებით, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, გურის ახალ ნიუს ვერ გამოვტოვებდი და მოკლედ რომის პაპი და გურიის ახალი გუბერნატორი ერთად აირჩიეს. მაგრამ საქმე გახლავთ ის ჩემო ძვირფასებო, რა ის ვატიკანი და რა ის თეთრის კვამლი, კაცო, 2 დღით ადრე გურიის ახალი გუბერნატორი დანიშნეს და გურულმა კოცებმა შავი პუტი გამოუშვა, შავი. ხო და ყველაზე მთავარი რა იყო იცი ამ ესე ვთქვათ გურულ ქოცურ შეფასებაში, რომ ჩვენი ახალი გუბერნატორი ძალიან სიმპათიურია, თქვენს პატრონი. როა წინ არ იყო სიმპათიური, თო? ვერ გავიგე ახლა მისტერ მსოფლიოა, კონკურსია, თუ როგორ შეიძლება საერთოდ გუბერნატორი შეაფასო სიმპათიურობის მიხედვით. ყოველ შემთხვევაში ახლა სილამაზის და სიმპათიურობის სტანდარტში რო ვერჯდებით, ეს სხვა თემაა, მაგრამ იცი რა მინდა გითხრა? გურიის რესპუბლიკის შთამომავალ ხალხს რა დაგემართათ ხალხო ასეთი, რომ გასული ხართ მომსახურების ზონიდან? კაი რა. ევროპის დღეები იყო, იცით თქვენ და ჩვენი ესე ვთქვათ არალეგიტიმურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოჭორიშვილმა დაადასტურა, რომ ევროპის დღეზე არ მიიწვიეს ევროპაში. ვინ მიგიწევს ბიჭო? მთელი 24 საათი დილიდან საღამომდე აგინებ ევროპას. აგიო, ვინ მიგიწევს ბიჭო? აღარ ზღირსებით, აღარ უღირსად, აღარ მივდივართ ევროპაში გვეკაჩებით რუსეთში და ვიღარ მიგიწევს გიკითხები. ამიტომ რატო გიკვირთ? ზარქუამ აუ ეს მაგარი სატელიტები ყავს ბიზინა, სანახაი უნიჭო ხალხი. მაგრამ რა ვქნათ ახლა ეს უნიჭობა გატყუებთ თქვენ? და ისაო, როგორ თქვა ზარქუამ, აი ფრანგულის და ინგლისურის მაგარი სპეციალისტი როა, ისაო უსამშობლოებს დედა გეტირებათო. მართლა გეტირებათ დედა უსამი ჩაგიტარათ ტრამპმა მეგობრული აქტი. ხო და ახლა ეს deep state მოგეთ თელ საქართველოს აქამდე სულიკოს ეძებდა და ეხლა deep state-ს ეძებდა. ხალხო, აი თქვენ ვინც იმედს და პოსტივიც უყურებთ დილიდან საღამომდე. იცით რა deep state-ი? ხო არ გონიათ ეს ამ ნამცხვარი ამპურზე მისაყოლებელი? იცით საერთოდ რა არის? და ყველაზე მაგარი მეორე განცხადება იყო კიდე კობახიძემ რო თქვა, რომ ისაო deep state-ის წარმომადგენელმაო მოგვიკაკუნაო და ჩვენსო სახელმწიფოებრივ რაღაც ღირსებებსო ლახავსო. ხალხო, ტყუილი ეს ყველაფერი, როგორ უნდა იცხოვროთ ამ სამანძაგვი და მანძუკების ტყუილის ქვეშ, როგორ უნდა იცხოვროთ? ეს ხომ მოგონილია იმისთვის, რომ თქვენ გმართოთ, რადგან მათ თავიანთი ქონება და სიმდიდრე შეინარჩუნონ. ანუ იცი როგორი თემაა? აი ეს deep state-ის თემას რო ატრიალებენ ეს მამალი კოცები. თუ გინდა დედალი წილოსანის პონჩი ანუ გამოდის როგორ რაღაცა იცი, აი ბავშვობაში რო აშინებენ ბავშვები, გუდიანი კაცი მო. ანუ ის თემა ამათ აქვთ ბავშვობის პრობლემები. ნუ მოატყუებიებთ რა ამათ თავს, ძალიან გთხოვთ ჩემო ძვირფასებო, ნუ მოატყუებიებთ თავს. და იცი თქვენ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ესე ვთქვათ 2014 წელს ყველა მავნე კოცის ესე ვთქვათ დასანქცირება მოხდება და მოკლედ ეს კანონპროექტი უკვე მზადაა და ძალიან დიდი სიაა, ესე ვთქვათ, სანქცირებულთა სია და დასანქცირდება და იმიტომ დასანქცირდება ეს ხალხი, რომ ეს ტიპები, რომ ანუ ქვეყანაში ცდილობენ, რუსები ისედაც არიან უკვე, რუსების პარალელურად
ცდილობენ ჩინური, ირანული გავლენის გაძლიერებაზე. ეხლა საქართველოს ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა 33 წელია აფინანსებს ამერიკა და ცდილობს რომ ჩვენთან დემოკრატია გაძლიერდეს და თქვენ სხვათა შორის მუნიციპალიტეტს იმდენი და გახარჯა თქვენ ტვინში არ შევიდათ ორე. ხო და მოკლედ ეს მეგობარი აქტი ჩაგიტარათ რა ამერიკამ და იმედია ტრამპი ხელს მოაწერს. არ გიშველა და მოკლედ აგონიაში არიან და ეხლა ყველანაირად ცდილობენ რომ რაღაც ილუზიები შეგიქმნათ. ყველაზე მეტად ჩემო ძვირფასებო ესეთი ფაშისტი გებელსის ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომელმაც თქვა რომ მომეცით წყარო საინფორმაციო და მე ყველანაირ ერს ხორის კოლტად ვაქცევ. მიხვდით? ანუ პროპაგანდა მუშაობს თქვენზე. მან უბრალოდ იდიოტებზე, ნუ იქნებით იდიოტი. იმიტომ რომ ის კატეგორია, რომელიც ვერ მოგვატყუეს პროპაგანდით, ხმაურობთ და ვიბრძვით დღემდე. ეხლა როგორ მოქმედებს ეს პროპაგანდა? აი ესეთ მაგალითს მოგიყვებით ჩემი რეალობიდან. ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელმაც წლები იყვნენ ემიგრაციაში ევროპაში, იქ იშოვეს ფული, ჩამოვიდნენ და აწყვეს ცხოვრება. და მათი შვილები ან სწავლობენ, ან მუშაობენ და ცხოვრობენ ევროპაში. და ასეთი კატეგორია, რადგან იმედს და პოსტების უყურებს, აზიარებს ასეთ ვიდეოს, ინდაურები ყვირის ევროპაში გვინდა. ახლა მე ვარ ინდაური თუ და ჩვენ ვართ ინდაური თუ ისინია ინდაურები. ანუ წარმოიდგინეთ, ტიპებმა ფული შოვა ევროპაში, ცხოვრება ააწყო ევროპაში, არიან ევროპაში და იმდენად არიან ამ პროპაგანდით გამოშტერებულ, გამოტვინებულები, რომ ესე ვთქვათ, ვინც ვიძახით რომ ევროპაში, რა არის ევროპა? და რაზე აქვს აქცენტი გადატანილი, ესე ვთქვათ, პროპაგანდაზე. ქალი ქალია და კაცი კაცია. რა აქამდე არ იცოდეთ, მაი? რა ევროპაში ქალი არა და კაცია. აი როგორი თემა შემოაქვთ თქვენ დასაბნევად. და იმდენჯერ ახსენებენ ამას. ხანდახან ხელი მეისვით მართლა თუ ხართ კაცები. იმიტომ რომ კოცებს ისეთი მწარე ენა აქვთ, შეიძლება კაშპიროვსკის არ იყოს, ემანდ პრიშიკი არ ეგონოს, არ გაგიქროსო, მიხოს არ იყოს. საბჭოთა კავშირში გავრცელდა ასეთი სიმღერა და დღესაც იმეორებენ. უყურებ, სიკვდილი და სიღარიბე ორივე ერთად მოდიოდა, შევხედე და შემეშინდა, სიკვდილ სიღარიბე ჯობდა. სიმღერა კი არა ხალხო ეს. აი ეს არის სწორედ საბჭოური მენტალიტეტი, რომელმაც შეგიცვალათ ტვინის უჯრედები. ანუ თემა არის რა? ოღონ ცოცხალი იყო და თუ გინდა იყო ღარიბი, გინდა იყო გაქცეული, შარვალ გამოხეული, უნიფხო, ოღონ იყო ცოცხალი. აი ეს შთააგონეს ხალხს და ამას ატრიალებენ დღეს. ომი და მშვიდობა. რა ის მშვიდობა გაქვს ხალხო? რა ის მშვიდობა გაქვს ხალხო, გეკითხებით. თქვენი ცოლები, დები და დედები ემიგრაციაშია გაქცეული არის? ბანკის ვალი გაქვენ სული ხდებათ? ასლარად შეხვალ იყიდი რამეს და იასილარი ხომ იცი ჟვეროა უკვე და ჟვერო კი ამარა რომიშონო კბილები უნდა დაკრიჭო ხო და ანუ თქვენი სიღარიბე თქვენი გაჭირვება რო ვერ მკურნალობ წამას რო ვერ ყიდულობ სახლები გამოკეტილი უნდა რო ტაქსაობ ქალაქებში და შენი ადგილმამულიგენ აი ეს თემა უნდათ რომ გადაფარო თავარია ცოცხალი ხარ რავა ცოცხალი იყავი და კარგად იყავი და კაი ხელფასი კონდეს და ცოლ ხო ის ოჯახის სიწმინდეო რა ოჯახის სიწმინდეო თქვენ გონიათ ევროპაში და ამერიკაში ოჯახის უკეთესია კიდო შეიხედეთ თქვენ გულში ოჯახის სიწმინდე რო გააწმინდავთ ხელს ცოლები ემიგრაციაში ყავთ გამოცა ევროპაში და სხვა ქვეყნებში გაგზავნე რომელ ოჯახის სიწმინდეზე მესაუბრებით შვილებს დედა რომ ენატრება და დედას შვილები ოჯახის სიწმინდესზე მელაპარაკებით ხო და აი სპეციალურად წამოწიეს ეს თემები რომ თქვენ გაგაბრიყოთ აი სენსიტიური ვითომ აი ჩვენ ვართ კავკასიაში კი ხარ კავკასია ჯერით ევროპის ყველაზე დიდი მტაა კავკასიაში კი ხარ, მაგრამ არ გინდათ ხალხო, კარგი ცხოვრება. ესენი გრიალებენ და თქვენ გატყუებენ. აი რომ არა თქვენ, ესენი ვერის აზრდოებენ და იცით რისთვის გიყენებენ, რომ მე კიდევ ხელახლა მოვიდნენ ხელისუფლებაში.
სოციალურად შეჭირებულებს იყენებენ ძალიან და საქართველოში არის ხალხნო თითქმის მილიონამდე სოციალურად შეჭირებული ან განცხადება დაწერილი და 13 წელია რომ სოციალურად შეჭირებული ხარ და არ გაქვს საშუალსახიდებელი. მე ყველა არჩევნების წინ ეს რუსული ხელისუფლება გეუბნება მე მომეცი ხმა თუ არა მოგიხსნი სოციალურ შეჭირებულს ვერ უნდა მიხვდე რომ მილიონრების პაიკი ხარ ვერ უნდა მიხვდე რომ სოციალურად შეჭირებული არ უნდა იყო ვერ უნდა მიხვდე რომ შენ გამოხვიდე უნდა ამ გაჭირვებიდან მაგრამ ესენი არ გაძლევენ და მოსაშორებელი რომ არიან ერთი კაცი გამოვიდა ქვეყანაში მშვიდობაა და ხელფასებმა მოიმატა და ჟურნალისტი ეკითხება თქვენ სად მუშაობთ არსად მუშაობ რა ვთქვა გეკითხები მიხვდით ახლა რომ პროპაგანდა თავიდანვე იდიოტებზეა გათვლილი ძალიან გთხოვთ ნუ იქნებით იდიოტები ირმა, ახლა ჩვენი შემდეგი რუბრიკა ხალხის კითხვები. ირმა, რევას ჭელიძეს აინტერესებს, რა არის თქვენი პოლიტიკური ხედვა? მემარცხენე ხართ თუ მემარჯვენე? არა, ის მემარჯვენე და მემარცხენე, როცა მჯერია, მარცხენა ხელს ხმარო, როცა მჯერია მარჯვენა ხელს. ასევე თინათინ ხლონს აინტერესებს, რატომ გვიჭირს რომ სამოქალაქო საზოგადოებად შევდგეთო? კი, სამოქალაქო საზოგადოება უკვე დაიბადა. ამ აქციების შედეგად და მთელი საბჭოთის პერიოდში ცდილობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას და ვინ გითხრათ რომ სამოქალაქო საზოგადოება ვინ ვარ ჩვენ? სამოქალაქო საზოგადოება. ირმა, თამთადოლიძეს აინტერესებს, საიდან იღებ ამულევ ენერგიას ყველაფერზე რო ყოფნისო? კოსმოსიდან. ასევე ეგეთი კითხვა არის ბაჩუ ახალაძე წერს, თქვენი აზრით რა არის სამოქალაქო აქტივიზმის ყველაზე ეფექტიანი ფორმა დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაშიო? ყველაზე ეფექტიანული ფორმა არის მივაწვდინოთ ხმა მოტყუებულ ხალხს და ვესაუბროთ მაგ და რა თქმა უნდა პროტესტი. ქუჩაშიც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ რუსულ ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ საყრდენი მოტყუებული ხალხი. უნდა უთხრათ მათთვის გასაგებენაზე, როგორ ატყუებენ ეს მანქურტები. ირმა, ეხლა როგორც იცი, ეგ იყო ჩვენს გვერდზე მოწერილი კითხვები, რომელსაც ანუ საჯაროდ. არის კითხვები, რომლებიც შემოვიდა პირადში, რომლის ავტორებსაც ეხლა არ დავასახელებთ. ამ პირობით და პირველი კითხვა იქნება ესეთი. შენც ახსენე, რომ ირაკლი ყობახიძე აირჩიეს ქართული ოცნების თავმჯდომარედ, ხო? კიდევ რის თავმჯდომარეს დაირჩევდით ირაკლის? შენ წარმოიდგინე, რო გითხრა ქვესკნელის მეთქი გამოაგდებენ იქიდანაც, იმიტომ რომ არც იქ არ გამოდგება. უბრალოდ ძალიან უნიჭო რუპორია ოლიგარქის, ძალიან უნიჭო. შეცდა მაგაში. ჭკვიანი კაციაო, აი ჭკვიანი კაცი ახლა ამ ფერამდე ჩააბარებდა მაგ თემას. მადლობა. შემდეგი, ცოტა ვრცელი კითხვა. ყველაზე არადეპუტატური დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ტაძრის მაშენებელთა ოჯახიდან არის. სხვები ამბობენ, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ ბიუჯეტიდან 61 მილიონის მოპარვაზე დაწყებული იყო გამოძიება პროკურატურაში. შენ როგორ ფიქრობ, რამდენი ტაძარი უნდა ააშენოს დეპუტატის მამამ ხალხისგან მოპარული მილიონებით, რომ დარჩენილი ფული რაც დარჩება, იყოს ალალი და უსაყვედურო? აუ, მაინ ჯოჯოხეთში მოხდება ორივე რა. აი, რაც არ უნდა ააშენოს, მაინ ჯოჯოხეთში მოხდება ორივე. კიდე ერთი გვაქვს. ესე იგი, კარვის კალთა ჩახლართული, ჩავჭერ ჩავაკარაბაკე. ყრმასა ფერხთა მოვეკიდე, თავის სვეტსა შევუტაკე. ირაკლი დგებუაძე რომ ხვარაზმშას ძე ყოფილიყო. რამდენ წელს მიუჯდიდნენ ტარიელს, რას ფიქრობ? ტარიელს მიუჯდიდნენ ალბათ სამუდამოდ და ატაკი მასხარა, მაგრამ იცი რა, მე მგონი ალბათ გავა დრო ეს ადამიანები დააფიქსირებენ იმას, რომ მართლა ოლიგარქის პაიკები არიან და უბრალოდ სამარცხვინო სიტუაციაში არიან და სამარცხვინო როლი აქვთ რა. ირმა, თუ არსებობს, რა თქმა უნდა, ვინ არის შენთვის ყველაზე საყვარელი ქოცი? რა საყვარელი ქოცი არ არსებობს.
აი, ერთი კითხვაც კიდე არის ესეთი შემოსული. ეხლა მოგასმენიებ მუსიკალური კითხვაა რა. მოვუსმინე და მე კითხვაც იქნება. ისა რა ქვია? ეთანხმები თუ არა თიკა ჯამბურიას ამ შეგონებას გურიის ახალ გუბერნატორთან მიმართებაში? Вообще აქ აურა. რას მიგრობ თვითმმართველობის არჩევნებზე? არ უნდა ჩატარდეს. აი თვითმმართველობის არჩევნები, ბიჭო, რომელი ჩატარდა იგი გაყალბებულია და ის უნდა და გადაშენდნენ აქედან ეს მანქურდები. აი თვითმმართველობის არჩევნები. ვაიმე, რა სისულელი. და რომელი ოპოზიციური პარტიაც ამ თვითმმართველობის თემაზე წავა, რაფერთ კოცებს ჩავქოლავთ, ისე ჩავქოლავთ იგეს. არა ბიჭოს. ჩემო ზირბასებო, პირველი ეპიზოდი ჩვენი პოდკასტის დასრულებულია. ჩვენ რეგულარულად გავალთ ანტიბიოტიკის სტუდია ანტიბიოტიკის YouTube არხზე კვირას საღამოს 20 საათზე. ამიტომ ძალიან გთხოვთ გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ეპიზოდები გვექნება. სანამ რუსთაველზე, ნებისმიერ მარშზე, სტუდიაში ისმის თავისუფალი ხმა, თქვენს გეშველებათ და ვებძვით რეჟიმს. ჩვენ რომ არ ვიქნებით, თქვენს დედაგეტირებათ. კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ეპიზოდამდე. ძალა ერთობაშია!